როგორც უკვე იცით, რამდენიმე თვის წინ დავბრუნდი უნივერსიტეტში, რომ მესწავლა ფსიქოლოგია ნულიდან. მობილობით რომ გადმოვედი თავისუფალი უნივერსიტეტიდან ილიას უნივერსიტეტში, შეგნებულად უარი ვთქვი ყველა კრედიტზე, რაც შეეძლოთ რომ ეღიარებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ კრედიტებს შეეძლოთ 1 წელი, ან შეიძლება წელიწადნახევარიც კი შეიმოკლებინათ ჩემი სწავლის პერიოდი, რომელიც არის 4 წელი. იმიტომ რომ არ მინდოდა რომ ჩემს ძველ ნიშნებს ქონოდათ გავლენა ჩემს ახალ აკადემიურ მოსწრებაზე. ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე და საკმაოდ რთულიც იყო რომ მიმეღო ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ ისედაც უკან გრძნობდი თავს, ფაქტობრივად 10 წელი მაშორებდა იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც უნდა მესწავლა. მაგრამ ეხლა პირველი სემესტრი სრულდება და ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ზუსტად აგიხსნით ეხლა რატომაც. როცა ვიწვით კარიერას, ან ცხოვრების მიმართულებას, ან ურთიერთობას, გვეჩვენება, რომ ყველაფერს ვიწყებთ ნულიდან, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში ნულიდან არაფერს არ ვიწყებთ. იმიტომ რომ ახალ საფეხურზე მიგვაქვს მთელი ის ჩვენი გამოცდილება, რაც კი აქამდე გვქონია. ხშირად შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს წლები არის დაკარგული, მაგრამ რეალურად ეს არის გამოცდილება, რაც მოგცემს ძალიან დიდ უპირატესობას ცხოვრების ახალ ეტაპზე. ხო და იმ დროისთვის, როცა უნივერსიტეტში დავბრუნდი, რეალურად 3 წელი ბიზნეს სკოლაში მქონდა ნასწავლი, 2 სხვადასხვა ბიზნესის გამოცდილება მქონდა, კონცეპტ არტი და გრაფიკული დიზაინი მქონდა ნასწავლი და სოციალური მედიის გამოცდილება მქონდა რამდენიმე სხვადასხვა ბრენდირებით. ერთი შეხედვით, ეს არის უბრალოდ სია იმ რაღაცეებისა, რამაც არ იმუშავა. მაგრამ სწავლა რომ დავიწყე, მივხვდი რომ ტექნიკურად კი ვიჯექი ჩემზე 10 წლით უმცროს ბავშვებთან აუდიტორიაში, მაგრამ რეალურად ცხოვრების საერთოდ სხვა ეტაპზე ვიყავი. მთელი ეს ჩემი გამოცდილება, რაც ახლა ჩამოვთვალე, ის წიგნები, რაც მქონდა წაკითხული და მარტო ის ცოდნა, რაც ფსიქოლოგიაზე შევიძინე, ისე უბრალოდ გასართობად ბოლო 2-3 წლის განმავლობაში, მაძლევდა შესაძლებლობას, რომ ძალიან განსხვავებული და უნიკალური გამოცდილება მქონოდა. ანუ ნულიდან კი არ ვიწყებდი, 10 წლიანი გამოცდილებით ვაკეთებდი იმას, რასაც ხალხი აკეთებს ყოველგვარი გამოცდილების გარეშე. ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენად საინტერესო მარტივი სიღრმისეული გახადა ამ ყველაფერმა ჩემი სწავლის პროცესი. ჩვენი ტვინი ესეთ რადიკალურ ცვლილებებს ფუთავს როგორც ნულიდან დაწყებას. იმიტომ რომ უყურებს, რომ აი ამ პროექტში უნდა ჩაიდოს უამრავი ენერგია და მომდევნო ალბათ 3-4 წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს. მაგრამ ეს არის უბრალოდ შეგრძნება და არა ფაქტი. საწყისი წერტილი ნული კი არ არის. არის მთელი ის გამოცდილება, რაც აი ამ მომენტამდე გქონია. ფეილების ჩათვლით. კი არა და მით უმეტეს ფეილები. თუ ახლა იწყებ ცხოვრების ახალ ეტაპს, თუ იცვლი კარიერას, ან ამთავრებ ურთიერთობას, ან უბრალოდ შენი თავის ახალი ვერსია გინდა რომ ააშენო და გეჩვენება, რომ ის წლები, რაც გამოიარე, არის დაკარგული. მინდა გითხრა, რომ ეს წლები ითვლება. მეტიც ამ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება არის ზუსტად ის, რაც შემდეგი ცხოვრების ეტაპებზე მოგცემს უდიდეს ფორას, ნახტომს და პრივილეგიას.